William Lexmani, Rafael Glucksmani, Urma Spaeti, Malgorzata Goshievska და ტინკინენი არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც შესწორების საბოლოო ვარიანტს დაუჭირეს მხარი და რომელთა მოთხოვნითაც ევროპარლამენტის საბოლოო დოკუმენტში მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილის სახელი და გვარი. ეს შესწორება ძირითადად ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ დაკავებებს და სწორედ ამ კონტექსტში ევროპარლამენტარებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც მოიყვანეთ მაგალითად ამ დოკუმენტში. ღარიბაშვილის ბრალს ეჭქვეშ ევროპარლამენტარები არ აყენებენ, თუმცა დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების მიუხედავად ბრიუსელში არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ისარგებლებდა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს პრინციპით. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება იმდენად ფესვგადგმულია სასამართლო სისტემაში და სასამართლოს იმდენად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, რომ დღეს ბრიუსელში ეჭვი შეაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ქართული ოცნების ყოფილი გუნდის წევრებიც აღარ სარგებლობენ თავისუფალი სასამართლოთი. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალთან დაკავშირებით ეჭვებს ევროპარლამენტარები არ გამოთქვამენ, შესაბამისად მის ბრალეულობას ეჭქვეშ არ აყენებენ. დოკუმენტში ასევე პირდაპირ წერია, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დაკავებული ყველა ის პირი, რომლებიც ახლა იმყოფებიან ციხეში და ამ კონტექსტში ნახსენები არიან ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ციხეში გაუშვეს იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე. შესაბამისად ღარიბაშვილის სახელიც, როგორც უკვე გითხარით, არის სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების კონტექსტში ნახსენები აღნიშნულ დოკუმენტში და ეს შესწორება, რომელსაც როგორც უკვე იცით, მხარი ევროპარლამენტმა საგარეო საქმეთა კომიტეტში მხარი დაუჭირა, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში მოხვდება. გმობს მართველი პარტიის ქართული ოცნების მუდმივ მცდელობებს დევნოს პოლიტიკური ოპონენტები, მათ შორის უკანონო დაკავებებისა და პატიმრობის, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით. გმობს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს გამოცხადებულიყვნენ საქართველოს დე-ფაქტო პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოიყენა როგორც პოლიტიკური ჩვენებითი პროცესი, რათა გზა გაეხსნა პოლიტიკური ოპონენტების შემდგომი დევნისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის. ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკის ვალდებულებებთან. მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყველა პირის, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ყოფილი თანამდებობის პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებასთან, არაფორმალური ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დანაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ექს-პრემიერს ბრალი უკანონო შემოსავლების და ფულის გათეთრებაში ედება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრალი, რომელიც ღარიბაშვილის წინააღმდეგ არის წარდგენილი, არ არის გასაკვირი, რადგან არსებობს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან ამოღებული დიდი რაოდენობით როგორც ფული, ასევე ოქროს ზოდები. ოპოზიციაც იზიარებს ევროპარლამენტის ამ ანგარიში შესწორებას ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით. ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფალი სასამართლო დღეს საქართველოში არ არსებობს და ირაკლი ღარიბაშვილიც მიუხედავად დამტკიცებული ბრალისა არის პოლიტიკური პატიმარი, არ აქვს მნიშვნელობა ის რომელ პოლიტიკურ ბანაკში ირიცხება, რადგან ოპოზიცია ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიება გამოიყენა. შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ დღეს პოლიტიკურ პატიმრად.
ვიდრე ქვეყანაში არის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, არც ერთი ადამიანი არ არის გასამართლებული იმ ადეკვატურობით და იმ გონივრულობით, რითაც თავისუფალი სასამართლოს პირობებში შესაძლოა გასამართლდეს ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის ვიბრძოლოთ ისეთი ტიპის სახელმწიფოსთვის, სადაც არ იქნება არავითარი კითხვები პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. მანამ სანამ ქვეყანაში ასეთი ვითარებაა და ჩვენ პოლიტიკურად მართლმსაჯულება გაგვაჩნია, რომელსაც კლანი მართავს, არც ერთი ადამიანი არ არის ადეკვატურად გასამართლებული და შესაბამისად ნებისმიერი მათგანი ისეთ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ბექგრაუნდი, პოლიტიკური სარჩული, პოლიტიკური პრეისტორია არსებობს, ნებისმიერი ადამიანი კვალიფიცირდება როგორც პოლიტპატიმარი. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მოსაზრებით და პოზიციით იმთავითვე მეგონა პოლიტიკური პატიმარი, კვლავ გავმეორდები, ის ადამიანმა ჩაიდინა თუ არა კორუფცია ერთი საკითხია, მაგრამ ის ამისთვის დასაჯეს თუ მისი პოლიტიკური პოზიციისთვის ეს მეორე საკითხია. თუ ადამიანი ისჯება იმიტომ, რომ ის პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიგაჩნია, ნებისმიერ ვითარებაში, კორუმპირებულია ის თუ არა, იგი ითვლება პოლიტიკურ პატიმრად. ამგვარია საერთაშორისო სტანდარტი, მას სამართლიანი სასამართლოს უფლება არც ქონია და არც ექნება ამ ქვეყანაში, ვიდრე ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში უმწოვესი ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც სანქციების მთავარი მოთხოვნა არის დაყენებული, უკვე დამტკიცებულია 53 მომხრე 14-ის წინააღმდეგ ხმათა უმრავლესობით, როგორც უკვე მოისმინეთ, დამტკიცდა ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტი რეზოლუციის სახით უკვე ივნისის დასაწყისში უყურეს კენჭს. საგარეო საქმეთა კომიტეტზე 20 სხვადასხვა შეჯერებულ შესწორებასაც დაუჭირეს მხარი, 20-ვე მათგანი დამტკიცებულია და სწორედ ერთ-ერთ შესწორებაში იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში ნახსენები ირაკლი ღარიბაშვილის საკითხი, რომელსაც ბუნებრივია ევროპელმა პოლიტიკოსებმა მხარი დაუჭირეს და ირაკლი ღარიბაშვილის საკითხით საბოლოო ჯამში ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში მოხვდება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტის მთავარი ჩანაწერი კვლავ ეხება ქართული ოცნების მიერ მართული პროპაგანდისტული არხების დასანქცირებას.